განმეორებითი კენჭისყრა მარნეულის 25 და 57 უბნებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. საკმაოდ მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობაც. არჩევნებს ადგილზე აკვირდებოდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ ეტაპზე კასუმლოს ტერიტორიულ ერთეულში 57 და 25 უბნებზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ირჩევენ. როგორც 25 უბნის კომისიის თავმჯდომარე აღნიშნავს, არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა და აქტივობა ყველაზე მაღალი დღის პირველ ნახევარში იყო. საერთო ჯამში 1143 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. ჯერჯერობით უბანზე 160 კაცი მოვიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ამ ეტაპზე დარღვევები არ დაფიქსირებულა. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. არანაირი ზეწოლა არ არის. უბანზე სიმშვიდეა. ამომრჩეველი ხვას მშვიდ გარემოში აძლევს. მიხარია, რომ საკუთარი არჩევანი თავისუფლად დავაფიქსირე. მშვიდ ვითარებაში დააფიქსირეს ადგილობრივებმა საკუთარი არჩევანი 57 უბანზეც. კომისიის თავმჯდომარე ყველა შესაძლო დარღვევას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ ხმის მიცემის პროცესი უჩვეულოდ წყნარ ვითარებაში მიმდინარეობდა. უბანი გაიხსნა 7 საათზე. 8 საათზე დაიწყო ამომრჩეველთა მოსვლა. 8 საათზე და 3 წუთზე მოვიდა პირველი ამომრჩეველი, რომელიც დაფიქსირებულია. აქტიობა დილით აქტიობა ძალიან კარგი იყო, მაგრამ ახლა ცოტა შეწყდა. ამჟამისათვის ახლა არის 277 ამომრჩეველი მოსული. ველოდები თითქმის კიდევ 100. ლიანობაში 277 ამომრჩეველი. თუ 919. არჩევნები კარგად მიმდინარეობს. ვითარება მშვიდია. ყველა იმას აძლევს ხმას, ვისი მხარდამჭერიცა. არანაირი ზეწოლა არ დაფიქსირებულა. შეგახსენებთ, რომ მარნეულის 22 საარჩევნო კომისიამ არჩევნების ორ უბანზე ხელმეორედ ჩატარება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მიიღო, რასაც წინ უძღოდა ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული გაყალბების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელება. მარნეულში, კასუმლოსა და ზემო სარალში არსებულ ნომერ 57 და 25 საარჩევნო უბნებზე არჩევნები დასრულებულია. საღამოს 8 საათისათვის ორივე უბანზე საარჩევნო ყუთები დაიხურა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ უბნებზე მაჟორიტარობის კანდიდატების ხმების გაბათილებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მარნეულის საოლქომ 16 ივნისს მიიღო. 29 ივნისის არჩევნების მიმდინარეობას კი, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ისე არასამთავრობო სექტორი დადებითად აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ 57 საარჩევნო უბანზე დაახლოებით 5 საათისათვის ელექტროენერგია 20 წუთით გაითიშა, აღნიშნულ ხმის მიცემის პროცესისათვის ხელი არ შეუშლია. მარნეულის საოლქოს თავმჯდომარის თქმით კი არჩევნებმა ორივე უბანზე ექსესების გარეშე ჩაიარა. არჩევნები მიმდინარეობდა ყოველგვარი ექსესების გარეშე. არჩევნებმა ჩაიარა, მე პირადად როგორც კომისიის თავმჯდომარე ვთვლი, რომ კარგად ჩაიარა. თუნდაც აი მე ვიტყვი, რომ ასეთი არჩევნები, აი როგორც აქ ჩაიარა დღეს, არა, მე ჯერ არ ჩამიტარები. ვერც ერთმა დამკვირვებელმა ვერ მინახა ვერც ერთი მიზეზი, რომ მას დაეწერა ოქმი ან რამე. საერთო რაოდენობაში კიდევ არჩევნების მსვლელობის დროს არ ყოფილა არავითარი ექსესები და მონაწილეობა იყო 5-იანზე. მე 7 საათთან ამ უბანში ვარ. ხალხმა საარჩევნო უბანში მოვიდნენ არჩევნის წევრები, საარჩევნო უბანის წევრები. გააკეთეს ყველაფერი, რომ იყოს წესრიგი. არაფერი საჩუარი არა, არც ერთი არაფერი დარღვევა არა, ადამიანის უფლება და კანონის დარღვევა არა. არ იყო და მგონი უკვე დამთავრდა, არც არ იქნება. კენჭისყრა დამთავრდა ზუსტად 8 საათზე ორივე უბანზე. კენჭისყრა მთელი დღის განმავლობაში მიდიგვარი დარღვევის გარეშე არ დაფიქსირებული არც ერთი საჩივარი, არც ერთ უბანზე. აქტივობა იყო ნორმალური. 471 ამომრჩეველმა მიცა 25 უბანზე ხმა, 362-მა 57 უბანზე. 8 საათზე შეწყდა კენჭისყრა, ახლა მიმდინარეობს ბიულეტენების დათვრა, გადაითვლიან, შეადგენენ შემაჯამებლებს და მოიტანებენ. არანაირ დარღვევას არ ქონია ადგილი, არც არანაირი საჩივარი არ დაწერილი.
მარნეულის აზერბაიჯანელთა ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ადგილობრივებმა საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღე კონცერტით აღნიშნეს. ღონისძიებაზე მომღერლებმა შეასრულეს სიმღერები, ასევე სპეციალურად იყო მოწვეული დიჯეი. ღონისძიებას ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც საზოგადოებას მიულოცა აღნიშნული დღე. დამსწრეებს სიმბოლური მაისურები, ქუდები და დროშების საჩუქრად გადაეცათ. ღონისძიება გრანდიოზული ფეერვერკით დასრულდა. საქართველოს გაუმართ! გაუმართ! Иечimi торца, бизолахра, бизасангошу. Ამგვარად დღეს ისტორიული დღეა, მიულოცავთ ღია საქართველოს მარნეულის რაიონის მოსახლეობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის და მინდა რომ ეს ყოფილიყოს პირველი ნაბიჯი დიდი წარმატებებისათვის. მარნეულში და მთელ საქართველოში დიდებული დღეს საქართველოს ევროკავშირისაკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი მარნეულშიც აღნიშნეთ. აქ არის ძალიან კარგი კონცერტი, ასევე ფეერვერკი. ვილოცავთ მარნეულელებს მთელ საქართველოს ამ დიდებულ დღეს. მარნეულში ჩვენი ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით აღნიშნოთ საქართველოს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს. მე ყველა მარნეულელს და საქართველოს მოქალაქეს ულოცავ და ვუსურებ წინსვლას.